გურჯაანის იერსახე კიდევ უფრო შეიცვლება. მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და სამუშაოები დაიწყება. პროექტი ერთდროულად ქალაქის რამდენიმე ქუჩას მოიცავს. სამუშაოებს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დააფინანსებს. გარდა ამისა, წელს მერიაში ამხანაგობების მიერ შესულია 3 განცხადება, რომელიც მრავალბინიანი სადარბაზოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ქალაქის მასშტაბით დასრულებულია ფასადების რეაბილიტაციის ტენდერი, გუშინ დასრულდა. ეს არის გურამიშვილის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა და თამარ მეფის ქუჩა. გადაიხედება ეხლა სატენდერო დოკუმენტაცია და თუ ყველაფერი მწყობრშია და ყველაფერი რიგზია, სავარაუდოდ ალბათ სამუშაოები განახლდება მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში. ფასადების რეაბილიტაცია ქალაქის მასშტაბით ისევ და ისევ რეგფონდებიდან ფინანსდება, დაახლოებით 1,5 მილიონი ღირებულებისა. ეს კორპუსების მხოლოდ ფასადებს მოიცავს. ეს არის ფასადების 3-ვე მხრიდან რეაბილიტაცია კორპუსებში. უბრალოდ ესთეტიკური მხარე მოწესრიგდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ხოლო რაც შეეხება შიდა სამუშაოებს და კორპუსებში არსებულ სირთულეებს, ეს უკვე ამხანაგობის თანადაფინანსების ფონდიდან გადის. წლევანდელი მონაცემებით რომ გითხრათ, 250,000 ლარამდე თანადაფინანსებაში ვარ შესული სხვადასხვა ამხანაგობებში, 3 თუ 4 ამხანაგობა, რომლებმაც რაღაც პრობლემების მოგვარება ითავეს თვითონ და მუნიციპალიტეტი 90%-იან თანადაფინანსებაში შევიდა.